21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავს. მიზანი დაუნის სინდრომის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაცია და ცნობიერების ამაღლებაა. სტატისტიკური მონაცემებით მსოფლიოში 600-დან 800 ახალშობილიდან ერთი ამ სინდრომით იბადება. 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. დაუნის სინდრომი ზოგადად ნიშნავს 21 წყვილ ქრომოსომაში დამატებითი ქრომოსომის არსებობას. ანუ 46 ქრომოსომის ნაცვლად, რომელიც უნდა ჰქონდეს ადამიანს, ამ შემთხვევაში გვაქვს 57 ქრომოსომაც. გამომდინარე იქიდან, რომ 21 წყვილ ქრომოსომაში გვაქვს პრობლემა, ზუსტად 21 რიცხვს იმიტომ არჩეული, იმიტომ დაარსდა დაუნის მსოფლიო დღე. გარდა ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ წყვილი ქრომოსომის ნაცვლად გვაქვს იქ მესამე ქრომოსომა, ანუ ტრისომია, მარტიც როგორც წლის მესამე თვე, იმიტოა მიჩნეული დაუნის მსოფლიო თვეთ. ფიზიკური ნიშნებით გამოირჩევიან ასეთი ადამიანები, მათ აქვთ მოკლე კიდურები, მოკლე თითები, კეფისვალი, ბრტყელი ცხვირის კიდე, პატარა ნაოჭი ცხვირკუთხის არეში, პირის ღრუსთან შედარებით უფრო მოზრდილი ენა და კიდევ ბევრი ისეთი ფიზიკური მახასიათებელი, რომელიც გამოარჩევს დაუნის სინდრომის მქონე პაციენტებს დანარჩენი ადამიანებისგან. რაც შეეხება შინაგანი ორგანოების მხრივ, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები 50%-ში იბადებიან გულის მანკით სამწუხაროდ, 10-დან 20%-მდე ლეიკემიით, ბავშვთა ლეიკემიით, უმრავლესობას აქვს სასუნთქის სისტემის, საჭმლის მომნელებელი სისტემის და გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. სხვათა შორის ლეიკემია, რომელიც უკვე აღნიშნე ბავშვთა ასაკის ლეიკემია, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს აქვთ, განკურნებადია და ძალიან მარტივად ინკურნება. რაც შეეხება დანარჩენს ანუ განვითარების შეფერხებას ამ ადამიანებში, რა თქმა უნდა, განვითარება შეფერხებულია, ისინი ცოტა მოგვიანებით იწყებენ საუბარს, მოგვიანებით იწყებენ აღქმას გარემოსი, ადაპტირებას გარემოსთან, სიარულს და ასე შემდეგ.